ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე კვირაში მიმართავს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ სარჩელს დღეს უმრავლესობის სხდომაზე განიხილავენ, იმსჯელებენ რა ფორმით და შინაარსით იქნება სარჩელი მომზადებული და ასევე რომელ პარტიებსა და ინდივიდებს შეეხება. ამის შემდეგ კი ეს ინფორმაცია ფართო საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ სარჩელის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სარჩელის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მოამზადეს. სასამართლოში არავითარი დემოკრატია მეტი არ გვაქვს. ნაციონალური მოძრაობა მუშაობს სტრატეგიაზე, როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხის აქტუალიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამ ნაბიჯების შესახებ ნამდვილად საზოგადოებისთვის სულ მალე გახდება ცნობილი და ნახავენ იმ სტრატეგიას, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს არჩეული როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ბოლო-ბოლო ეს საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანონ და თვითონაც თავისი ტანჯვაც დაამთავრონ და ამ საზოგადოების მანიპულაციასაც დაანებონ თავი. შეიტანონ ეს სარჩელი. რა გახდა, რა ვერ დაწერეს და მე პირადად რასაც უყურებ, ძალიან წვალობს ქართული ოცნება. აი, ძალიან წვალობს. Რაღაცა ვერ მოიკრიბეს ამ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში გამბედაობა იმისი, რომ ბოლო-ბოლო თქვან რა საპირებენ, როგორ აპირებენ. ჩვენთვის ნებისმიერი მოცემულობა არის მოცემულობა, ჩვენ რეალობას უსწორებთ თვალს. სარჩელი მომზადების სულ საბოლოო სტადიაში არის გადასული და ალბათ უახლოეს დღეებში უკვე ფიზიკურად შევა საკონსტიტუციო სასამართლოში ეს სარჩელი. რაც შეეხება რა გადაწყვეტილებებს მიიღებს და ვის შეეხება ეს ამას უკვე ჩვენ სარჩელის გასაჯაროების შემდეგ გავიგებთ და თუ როგორი იქნება გადაწყვეტილებები ამაზე უკვე საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს. ეხლა ის რომ ზოგიერთს გონია რომ კანონის დაუმორჩილებლობა საქართველოში მისი არსებობის ასე ვთქვათ გამართლების საშუალება ეს ასე არ იქნება. კანონი რა თქმა უნდა თუ ესეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კანონი იკანონებს. ჩვენი მთავარი სამიზნე არის არიან ასე ვთქვათ ის ორგანიზაციები, გაერთიანება, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან მთავარი ასე ვთქვათ გამწევი ძალა ანტიქართული და ანტიკონსტიტუციური ქმედებებისა. ვისაც აქვს რეალური შესაძლებლობა რომ აურიოს სიტუაცია საქართველოში, ანტიკონსტიტუციურ გზაზე დააორგანიზოს ანტიკონსტიტუციური ქმედებები, ხელისუფლების დამხობის და ცდილობები, რომელიც რამდენიმე ვიხილეთ ბოლო 10 წლის, 13 წლის განმავლობაში, რაც ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას ჩამოცილდა. ასე რომ ეს არის ჩვენი მთავარი საზომი. ლელო ძლიერმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კანონების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. ამასთან სარჩელის შეტანისას პარტიის წევრმა გიორგი სიორიძემ განმარტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ არის რეალური ბერკეტი, რადგან ის არის ქართული ოცნების ვერტიკალის დაქვემდებარებული, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლის პრეცედენტი შეიქმნას. როგორც სიორიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, ისინი ამავე საკითხით სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვასაც აპირებენ. ამ სარჩელში არის სრული დასაბუთება იმ ნორმების არაკონსტიტუციურობისა, რომელმაც ქართულმა ოცნებამ მიიღო რამდენიმე დღის წინ და მანამდე კიდევ მაისში, როდესაც დაგვემუქრა ირაკლი კობახიძე, რომ პოლიტიკურ პარტიებს აკრძალავდა. სამართლებრივად ეს არის სრული ნონსენსი, ის ეწინააღმდეგება ყოველგვარ საერთაშორისო სტანდარტს, არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, არღვევს გაეროს საერთაშორისო პაქტს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტს და რაც მთავარია, არღვევს საქართველოს კონსტიტუციას იმ რედაქციას, რომელიც ქართული ოცნების დროს იქნა მათ შორის მიღებული, რომლის მიხედვითაც აი ამ სასამართლოს, საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ძალიან შეზღუდული კომპეტენცია პოლიტიკური პარტიების აკრძალვის და ის არ მოიცავს ცალკეული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას. ასეთი რამ არ არის გათვალისწინებული კონსტიტუციით, ის არის თავისთავად ცხადად არაკონსტიტუციური.
იმას რომ თავი დავანებოთ როგორც ცალკე ორგანიზაციების აკრძალვა არის უკიდურესი ზომა დემოკრატიულ ქვეყნებში ეს შეეხებოდა ხოლმე მაგალითად ფაშისტურ, ნაცისტურ ან ექსტრემისტულ კომუნისტურ პარტიებს, ხოლო ავტორიტარულ სახელმწიფოებში აიკრძალებიან ხოლმე პოლიტიკური ოპონენტები, როგორც რუსეთში, ბელარუსში, ირანში, თურქმენეთში და ახლა ივანიშვილის საქართველოშიც. თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ, რომ უბრძოლველად დაუთმოთ ყველა ველი, ჩვენ ვიბრძოლებთ ამ სასამართლოში, რომელიც მედი ბუნებრივია არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ შევქმნით მხილებათა ძალიან სერიოზულ მტკიცებულებებს და ბაზას ხვალინდელი დღისათვის და გავიხსნით გზას სტრასბურგის. რამ მინდა რომ საზოგადოებამ კარგად გამიჯნოს. ერთი არის ქართული ოცნების საჩელი, რომელიც კონკრეტულ პარტიებს შეეხება და ლელო უდიდესი ალბათობით იქნება, იმიტომ რომ პირდაპირ დაასახელა ირაკლი ყობახიძემ, რომ აი რადიკალური პარტია არისო, 10 პარტიას ავკრძალავთო. ჩვენთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი, უშუალოდ ჩვენ შეგვეხება, ჩვენ წევრებსა და ლიდერებს შეეხება თუ არა. ჩვენ ვებრძვით ამ ქვეყანაში დიქტატურის საბოლოო ჩაბეტონებას, ჩაცემენტებას, ავტოკრატიის სრულ კონსოლიდაციას, რაც გულისხმობს პარტიების აკრძალვას და აი ამ ანტიდემოკრატიულ კანონმდებლობას. მას ვასაჩივრებთ, მაგრამ ბუნებრივია ერთადერთი სასამართლო, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩათ საქართველოს მოქალაქეებს, ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სტრასბურგში. ყველა ინსტანცია, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო, საერთო სასამართლოებიც არის უზურპირებული ივანიშვილის მიერ. სტრასბურგისთვის ფორმალურად და სამართლებრივად მნიშვნელოვანი არის, რომ შიდა სამართლებრივი და სასამართლო ეტაპები უნდა იყოს გავლილი. ესეც არის ერთ-ერთი მიზანი, რის გამოც ვდაობთ ჩვენ სასამართლოში, ჩვენ ვიბრძოლებთ, ვიბრძვით ბოლომდე და ვაიძულებთ მათ შორის ამ სასამართლოს, რომ იდავოს და განიხილოს როგორც მინიმუმ ის არაკონსტიტუციური ნორმები ქართულმა ოცნებამ რომ მიიღო და მიიღოს თუნდაც ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება სამარცხვინო მათთვის. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს პარტიებთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შესახებ. მათი შეფასებით მიღებული ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს ქართული ოცნების პოლიტიკური კონკურენტების ჩამოშორებას. ასევე ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ გააჩნია მანდატი განიხილოს სარჩელი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის პოლიტიკურ საქმიანობას კრძალავს. თუ სასამართლო ოცნების სარჩელს წარმოებაში მიიღებს და არ ღვევს კონსტიტუციას, ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში. მოგესალმებით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმიანებით ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ 16 ოქტომბერს მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს პარტიების აკრძალვას და მასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური უფლების განუსაზღვრელი ვადით ჩამორთმევას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს ქართული ოცნების პოლიტიკური კონკურენტების პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორებას. პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები უკიდურესად საგანგაშოა შემდეგ გარემოებათა გამო. კანონი არ განსაზღვრავს რაიმე კრიტერიუმს ამ გარემოებას, რომლის საფუძველზე შესაძლებელია მოქალაქე აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებულ პირად გამოცხადდეს და ჩამოერთვას მას პოლიტიკური უფლებები. ქართული ოცნების განცხადებით, დაკავშირებული პირი შეიძლება იყოს ნებისმიერი მოქალაქე, მიუხედავად იმისა, არსებობდა თუ არ არსებობდა პირსა და აკრძალულ პარტიას შორის რაიმე პოლიტიკურ სამართლებრივი კავშირი. ქართული ოცნება პარტიას და პარტიასთან დაკავშირებულ პირებს პოლიტიკურ საქმიანობას სამუდამოდ უკრძალავს. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი არ შეიცავს რაიმე ვადას, რომლის გასვლის შემდეგაც პირის მიმართ დაწესებული აკრძალვა უქმდება და რომლის გასვლის შემდეგაც პირს შეეძლება კვლავ ჩაერთოს პოლიტიკურ საქმიანობაში. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციასთან არის შეუსაბამო, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას და ეს კომპეტენცია არ ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებას ფიზიკურ პირებს ჩამოართვას და აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებები არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო. ასევე გაუქმებული პარტიის ყოფილ წევრებს არ მიეცემათ უფლება ჩაერთონ პოლიტიკურ საქმიანობაში, შექმნან პარტია და იყვნენ სხვა პარტიის წევრები. კანონი არ მიუთითებს უკვე აკრძალული პარტიის ყოფილ წევრთაგან სხვა პარტიაში ან პარტიულ სიაში რამდენი ადამიანის ყოფნა საკმარისი იმისათვის, რომ ეს პარტიაც, ანუ სხვა პარტიაც აიკრძალოს. მაგალითად, იქნება თუ არა საკმარისი ამისათვის, თუნდაც ერთი ასეთი პირის ყოფნა სხვა პარტიაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს ქართულმა ოცნებამ მისცა მხოლოდ 14 დღე, რომ იმსჯელოს პარტიის გაუქმებაზე და მოგეხსენებათ 14 დღეში ასეთ მოკლე ვადაში რაიმე სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი ნამდვილად არ უნდა არსებობდეს. აკრძალული პარტიების ამომრჩევლები რჩებიან არჩევანის გარეშე ამ არაკონსტიტუციური ცვლილების საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ქართული ოცნების კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში რეალური არჩევანის გარეშე დარჩება 100,000-ობით ამომრჩეველი, რაც ნებისმიერ მომავალ არჩევნებს დაუკარგავს აზრს. საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით, ანუ ბიუროზე რეგისტრაციიდან მხოლოდ 3 დღის ვადაში 3 მოსმენით იქნა მიღებული. ეს უკიდურესად უფლებაშემზღუდველი საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებულად განხილვა ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის საკანონმდებლო სტანდარტებს. საკანონმდებლო აქტებში შეტანილი ცვლილებები ზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ პოლიტიკურ უფლებებს, საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით მოქალაქეთა მიერ გაცხადებულ დემოკრატიული საზოგადოების წესწყობილების პრინციპს, ეწინააღმდეგება და აზრს უკარგავს საქართველოს კონსტიტუციის მესამე მუხლით დადგენილ დემოკრატიულ მმართველობას, პოლიტიკურ პლურალიზმს, თანასწორობას და დისკრიმინაციის აკრძალვას. ამრიგად აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავს თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პოლიტიკურ პარტიებს და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩამოაშორონ ისინი პოლიტიკური პროცესებისაგან, მოახდინონ მათი პოლიტიკური აზრის, აქტივობების კრიმინალიზება და ამით ჩაახშონ პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონების საფუძველზე დაწყებული დავა საკონსტიტუციო სასამართლოში არის არაკონსტიტუციური, უფლებაშემზღუდველი და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო. რამდენიმე საკითხს მინდა შევეხო უფრო დეტალურად, რადგან ნინომ უკვე ისაუბრა. კერძოდ აი ამ ბოლოდროინდელი ცვლილებების არაკონსტიტუციურობაზე როცა არის ლაპარაკი, რაც გულისხმობთ, საქმე ის არის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციით უბრალოდ არ გააჩნია მანდატი, რომ განიხილოს სარჩელი, რომელიც ითვალისწინებს ფიზიკური პირებისათვის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას, პარტიის წევრობას, პასიური საარჩევნო ხმის უფლების ქონას და ასე შემდეგ. ასეთი მანდატი ვიმეორებ საკონსტიტუციო სასამართლოს არ გააჩნია, და თუ საკონსტიტუციო სასამართლო მაინც მიიღებს ქართული ოცნების დეპუტაციის სარჩელს წარმოებაში, უკვე ამითი დაარღვევს საქართველოს კონსტიტუცია. მეორე საკითხია ის, რომ თუ კი სარჩელი მაინც იქნება წარმოებაში მიღებული და შემდგომში დაკმაყოფილებული, არც ამას ექნება კონსტიტუციური საფუძველი, იმიტომ რომ საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს არც ერთ მატერიალურ სამართლებრივ ნორმას, რომლის საფუძველზეც პირს შეიძლება აებრძალოს არჩევნებში მონაწილეობა ან საერთოდ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა. მთლიანად სარჩელის წარმოებაში მიღებას და მერე განხილვას და მით უმეტეს მისი დაკმაყოფილება იქნება ანტიკონსტიტუციური იმ ორგანოს მიერ, რომელიც თითქოს და იმისთვის არის შექმნილი, რომ უზრუნველყოს კონსტიტუციური წესრიგი ქვეყანაში. და კიდევ ერთი საკითხი, რაც ნინომ ასევე აღნიშნა, ეს არ ეხება მარტო პარტიებს, ეს არ ეხება მარტო პარტიის აქტივისტებს, ეს არ ეხება მარტო იმ ხალხს, რომელიც როგორც ასეთი პოლიტიკაში მონაწილეობს. ეს ეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ამომრჩეველს, იმიტომ რომ თუ ასეთი სარჩელი შეტანილი იქნა და მით უმეტეს დაკმაყოფილებული იქნა, ფაქტიურად, რასაც ქართული ოცნების მესეურები აცხადებენ მთელი ოპოზიციური სპექტრის მიმართ, ამით 100,000-ობით საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს ამომრჩეველს წაერთმევა უბრალოდ ხმის უფლება, ჩვენ უბრალოდ ის ხალხი, რომლებიც არ ვაძლევთ ხმას არჩევნებში ქართულ ოცნებას, ჩვენ ასეთი არჩევანი, რომ ვინმე სხვას მივცეთ ხმა, უბრალოდ არ გვექნება. თავად განსაჯეთ, როგორი არჩევნები იქნება ამ ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი არჩევნები, რომლებსაც ქართული ოცნება ჩაატარებს. დიდი მადლობა. მზია ამაღლობელი სასამართლო პროცესი, რომელიც ხვალ 28 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადაიდო. ჯერჯერობით უცნობია ზუსტი თარიღი, როდის ჩაინიშნება შემდეგი სხდომა. მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 აგვისტოს გამოტანილ განაჩენს, რითაც მზია ამაღლობელს თავისუფლების 2 წლით აღკვეთა მიესაჯა. ადვოკატთა განცხადებით მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ასევე დაარღვია განაჩენის მხარისათვის მიწოდების კანონით დადგენილი ვადა. 6 აგვისტოს
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დღებუაძისათვის სილის გაწვნის გამო. მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა. კერძოდ მზია ამაღლობას პროკურატურა ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით ჩადენილ დანაშაულს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის პირველ ნაწილზე. მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით ქუთაისში 8 წლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს. საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ამაგდარის სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო გადაეცათ ქალაქის საჯარო სკოლების მასწავლებლებს მაია ომიაძეს, ლელა გრძელიშვილს, ნათელა მკერვალიშვილს შენგელიას, დარეჯან ნაჭყებიას, ნინო ჟვანიას და გენადი მარგველაშვილს. პედაგოგები ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დააჯილდოვა და მათ პროფესიული დღე მიულოცა. სამართალდამცველებმა ბათუმის პორტის ტერიტორიაზე შემოსული სატვირთო ავტომობილიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება 1 კილოგრამი და 167 გრამი კოკაინი, 2000 აბზე მეტი MDMA, 2 კილოგრამი MDMA-ის კრისტალები, 2 კილოგრამამდე კლეფერდრონი, 1 კილოგრამამდე კეტამინი და ნარკოტიკული საშუალება LSD-ს შემცველი მუყაოს ფირფიტები ამოიღეს. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილი სასაზღვრო გამშვები პუნქტის ბათუმის პორტის ტერიტორიაზე ბულგარეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა. განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერებები სამართალდამცველებმა სპეციალური სკანერის საშუალებით სატვირთოს მისაბმელის შემოწმების შედეგად ცეცხლ მაქრში აღმოაჩინეს. დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანისა და გავრცელების წინააღმდეგ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად აღკვეთილია ნარკოდანაშაულის კიდევ ერთი მსხვილი ფაქტი. კერძოდ სამართალდამცავების მიერ ბათუმის პორტის ტერიტორიაზე შემოსული სატვირთო ავტომობილიდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. 1 კილოგრამი და 167 გრამი კოკაინი, 2000 აბზე მეტი MDMA, 2 კილოგრამი MDMA-ს კრისტალები, 2 კილოგრამამდე კლეფედრონი, 1 კილოგრამი კეტამინი და ნარკოტიკული საშუალება LSD-ს შემცველი მუყაოს ფირფიტები. დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები დგინდება, რომ სატვირთო ავტომობილი სასაზღვრო გამშვები პუნქტის ბათუმის პორტის ტერიტორიაზე ბულგარეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების სამართალდამცავებმა სპეციალური სკანერის საშუალებით სატვირთოს მისამბელის შემოწმების შედეგად ცეცხლმაქრში აღმოაჩინეს. სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურად გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ნარკოდანაშაულში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებაში მიცემის მიზნით. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპიული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის, ასევე საქართველოში უკანონო შემოტანის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260, 261, 262, 263 მუხლებით მიმდინარეობს. აქვე გსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ სამართალდამცავების მიერ ბოლო 4 თვის განმავლობაში გამოვლენილი და აღკვეთილი იქნა ტრანსნაციონალური ნარკოდანაშაულის რამოდენიმე ფაქტი. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით დაკავებულია რამოდენიმე პირი და ამოღებულია 750 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ეროვნული სატყეო სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ფასანაურის უბნის ტყის მცველი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სამსახურებრივი საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ევალება სატყეო ტერიტორიის დაცვა, პირადი მატერიალური გამორჩენისა და სარგებლის მიღების მიზნით მის სამოქმედო ტერიტორიაზე ტყეში კემპინგის მოწყობის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 900 ამერიკული დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე ეროვნული სატყეო სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ფასანაურის უბნის ტყის მცველი შგ დააკავეს. გამოძიები დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სამსახურებრივად საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ევალება სატყეო ტერიტორიის დაცვა, პირადი მატერიალური გამორჩენისა და სარგებლის მიღების მიზნით, მის სამოქმედო ტერიტორიაზე ტყეში კემპინგის მოწყობის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა $900 აშშ, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მომავალშიც გაატარებს საფინანსო ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მკაცრ პოლიტიკას. ზუზუს კიბოს ცნობიერების ამაღლების დღე გაიმართა ქუთაისში. ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში ონკოლოგების 2 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით პაციენტთა სკოლა და ზუზუს კიბოს მკურნალობის მიღწევები საქართველოში. ჩვენ ამ დღეს ვცდილობთ, რომ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ სკრინინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სკრინინგი ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ ადამიანთა სიცოცხლე და ჩვენ ამ დღეს კიდევ ერთხელ სოლიდარობას უცხადებთ ზუზუს კიბოთ დაავადებულ პაციენტებს და კიდევ ერთხელ ვეუბნებით, რომ ისინი არ არიან მარტო. ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ მათ თანადგომას, მკურნალობას და ყველა იმ საჭიროების აღმოჩენას, რაც მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე საინფორმაციო ბუკლეტები და ვარდისფერი გულსაბნევები დარიგდა. მთელი დღის მანძილზე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მობილურ კლინიკაში ქალებს შესაძლებლობა ჰქონდათ უფასო სკრინინგი ჩაეტარებინათ. სოფლიოში ზუზუს კიბო ყველაზე განვითარებული არის ონკოლოგიურ დაავადებებს შორის და ამიტომ მაჩვენებელიც არის ძალიან დიდი სიკვდილიანობის. ჩვენ ვაკეთებთ საინფორმაციო ღონისძიებებს იმასთან დაკავშირებით, რომ კერდის კიბო განაჩენი არ არის ამ სლოგანით და აუცილებლად უნდა ჩავიტაროთ სკრინინგი, იმისთვის რომ მოახდინოთ პრევენცია, რათა ადრეულ სტადიაში იყოს მკურნალობა წარმატებული. ჩვენ ამ 2 წლის განმავლობაში 23-24 წელს ჩვენი ჩართულობით 1134 ქალბატონს ჩაუტარდა ზუზუს სკრინინგი და პრევენციული ღონისძიებები რა თქმა უნდა არის გატარებული. ჩვენ ვიცით რომ კონფიდენციალურია რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ადამიანი და ძალიან ბევრი ქალბატონი გადავარჩინეთ. ასევე 40-დან 70 წლამდე ქალბატონებს მოუწოდებთ ყოველთვის პირადად ქალთა ორგანიზაციის სახელით ყავს 50 ქალბატონი მობილიზებული სკრინინგის გასაკეთებლად და ძალიან მოხარული ვარ, რომ ქალბატონებში ნამდვილად დაიწია ცნობიერება ამასთან დაკავშირებით, რომ სკრინინგი არის აუცილებელი. მარათონი ტარდება ყოველწლიურად, ემსახურება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ზუზუს კიბოს შესახებ და სკრინინგის პოპულარიზაციას. მოგეხსენებათ, რომ უმნიშვნელოვანესი არის ზუზუს კიბოს ნაადრევი გამოვლენისთვის მისი დროული სკრინინგი, რომ მოხდეს ზუზუს კიბოს გამოვლენა ადრეულ ეტაპზე, როდესაც შესაძლებელია როგორც გამოჯანმრთელება, ასევე ნაკლები ინტერვენციით ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება და გადარჩენა. ცნობისათვის საქართველოში ზუზუს კიბო ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაციის კიბოს წარმოადგენს და რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. სწორედ ამიტომ საჭიროა ადრეული სკრინინგი და ცვლილებების ადრეული აღმოჩენა. სკრინინგი ეფექტური საშუალებაა გამოვავლინოთ ზუზუს კიბო ადრეულ ეტაპზე დაავადების პროგრესირებამდე, რაც მკურნალობის ეფექტურად წარმართვისა და განკურნების საშუალებას იძლევა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კიბოს სკრინინგი უფასოა. ხონში სახალხო თეატრისა და სასულე ორკესტრის იუბილე აღნიშნეს. საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით თეატრში ნოდარ დუმბაძის პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლის ადამიანებო, მე თქვენ მივყარხართ პრემიერა შედგა. Teraz faubedurevaki, შემოზრიგანაგვარა ლექსის წერას რა აწევინებს კაცკევიცდება. აგერა ილარიონი რო იყო შენი ტოლი, ეგის კეწერა მაშინ ლექსებს იყვარდუზე.
მსახიობებმა კიდევ ერთხელ გააცოცხლეს სცენაზე ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების ჩვენთვის ნაცნობი პერსონაჟები და კიდევ ერთხელ მათთან ერთად ამოგზაურეს მაყურებელი ცრემლით, სევდითა და უზღვავი იუმორით სავსე სცენებში. პრემიერამ ანშლაგისა და აპლოდისმენტების ფონზე ჩაიარა. საპატიო სიგელები გადაეცათ მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს მარიკა რუხაძეს. ფონის კულტურის ცენტრის დირექტორს მინერი ონიანს. ეს მთელი საქართველოს დასასწავლი. 160 წლის თეატრი ისიათობა. ხონის სასულე ორკესტრის ხელმძღვანელს ოლეგ სანაიას. თეატრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ირაკლი აბაშიძის სახელობის ჯილდო გადაეცა ხონის მუნიციპალიტეტის მერს ლადო ჯურხაძეს. 160 წლის ისტორიის მქონე თეატრი და 135 წლის უწყვეტი ისტორიის სასულე ორკესტრი ეს ნამდვილად დიდი ფუფუნება არა მარტო საქართველოში და მე ერთ გავიხსენებ რომ აპატიეთ აფიციალური საქართველოს 65 წლისა ჩემი ტელეფონი თუ ატარებს სულ და ძალიან ბევრი ევროპის საერთაშორისო ბაჭები პროგრამა საერთაშორისო და გიორგი გეკეჭკორს საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარის გამგეობა საქარი რამოდენიმე წევრი გია კალატოზი ღონისძიების ფარგლებში ასევე დაჯილდოვდნენ ხონის თეატრის მოქმედი და ღვაწლმოსილი მსახიობები. ნუცა ჩხეიძის სახელობის ჯილდო მიენიჭოს რეჟისორს და მსახიობს მერი ბარაბა. მსახიობს მეტი რა უხარია, თუნდაც რეჟისორი იყოს. გულწრფელი შეხვედრა და უხარეთაში. აი ესაა ჩვენი ჯილდო, მაგრამ ესეც განსაკუთრებული ჯილდოებია, რა თქმა უნდა. მიგულოცო ჩემს ქალაქს და თეატრალურ დას ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი 160 წლის იუბილე. აი არაჩვეულებრივი დღე არის, ძალიან საზეიმო განწყობა არის. ამასთან ერთად მინდა აღნიშნო და მივულოცო ჩვენს საამაყო სახალხო სასულე ორკესტრს 115 წლის იუბილე და ძალიან მნიშვნელოვანია რომ დღეს ორივე დასის ასე ვთქვათ ორკესტრი და დასის ვარსკვლავი გაიხსნება ჩვენს ქალაქში. ჩემი შრომა რომ დააფასეს, ამისთვის დიდი მადლობას ვუხდი ხონის საზოგადოებას და ყველას ვინც აქ მონაწილეობა მიიღო ჯილდოს გადაცემაში. იმდენად ავარ ემოციებით აი დაცლილი რომ შეიძლება ვერ გიპასუხოთ წესიერადაც კი 160 წლის იუბილე თეატრის ეს რაღაც საოცარია და გაგიკვირდება შვილო და 60 წელია ამ თეატრში დავაბიჯებ 15 წლის ვიყავი რომ მოვედი და დიდი მადლობა ყველაფრისათვის ამისთვის რაც ახლა აქ ხდება და ჩემს რეჟისორს ბატონ გოჩა კაპანაძეს უღრმესი მადლობა მინდა უსურვო ჩემ ქვეყანას ასეთი სასიხარულო ბევრი დღეები და ხონელებს და იმერეთს ულოცავ დღევანდელ დღეს და იმ დაჯილდოებულებს რომლებიც ყველა ჩვენი უახლოესები არიან და ძალიან სახელობითი ჯილდოები მიიღენ ვლოცავ ყველას და მადლობა უფალს რომ მოვიყარეთ დღეს თავი ამ დიდ დღესასწაულზე. მინდა მიულოცო ხონს, არა მარტო ხონს, მთელ საქართველოს, მთელ თეატრალურ საზოგადოებას. დღეს ხონის სახალხო თეატრი 160 წლის გახდა. სწორედ ხონის თეატრში აიდგა ფეხი ბევრმა სახელოვანმა მსახიობმა, თუნდაც იპოვიდა ხიჩიათი დაიწყო. მინდა მიულოცო მათ მთელ თეატრალურ საზოგადოებას, მთელ ხონს, არა მარტო ხონს დღევანდელი დღე.
საზეიმო ვითარებაში აღინიშნა ხონის სასულე ორკესტრის 135 წლის იუბილე. დასავლეთ საქართველოში პირველი სასულე ორკესტრი სწორედ დაბა ხონში 1890 წელს ჩამოყალიბდა. მუშაობა არ შეუწყვეტე არასდროს და მეორე საბამული ომის დროსაც იყო დარჩენ პატარები ახალგაზრდები დარჩენ და ისინი გადაგზავნეს. ერთი დღესაც არ შეუწყვეტე და მოვიდა აქამდე. შეიცვალა თაობები შეიცვლება ყოველთვის და ახლა ახალგაზრდებით შევავსეთ ესე ვიდას. ულოცავ ყველას კიდევ და კიდევ ულოცავ ძოვადელ დღეს. ორკესტრა თეატრის შემადგენლობას ხლიანად. ღონისძიების დასასრულს ხონის თეატრისა და ხონის სასულე ორკესტრის ვარსკვლავები გაიხსნა. დღეს ხონის მუნიციპალიტეტში აღვნიშნეთ იუბილე, ორი იუბილე, სასულე ორკესტრის და თეატრის 160 წლის იუბილე და სასულე ორკესტრის 135 წლის იუბილე. ის ორივე იუბილე არის ჩვენი სავიზიტო ბარად, როგორც თეატრი, ისევე სასულე ორკესტრი, რომელსაც სასულე ორკესტრი 135 წელი უწყვეტი ისტორიის მატარებელია და ასევე 1865 წლიდან დაწყებული ხონის თეატრი მოქმედებს და მას მოქმედება არ შეუწყვეტია. მე მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ იმ ხონელს, თითოეულ ხონის გულშემატკივარს, რომელმაც მიიღეს დღევანდელ დღეს, გაიზიარეს ჩვენი სიხარული, მიულოცეს დას და წარმატებები უსურვეს მათ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა დას და ყველა გულშემატკივარს, რომელმაც დღეს ჩვენთან ერთად გაიზიარეს ეს ლამაზი დღე. ჩემთვის განსაკუთრებულად საამაყოა, იმიტომ რომ ისტორია და მემატიანე ყვება, რომ 160 წლის წინად წულუკიძეების ოჯახმა წარმოადგინეს ხონში პირველი სპექტაკლი გაყრა და იქიდან მოყოლებული 50 წელი სულ ჩემი გვარის ხალხი იყო და ჩემი წინაპრები, იმიტომ რომ ჩვენი გვარიც აქედან მოდის და ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებულად საამაყოა. განსაკუთრებულად საამაყოა, რომ ხონს აქვს ესეთი ტრადიციის თეატრი, ესეთი არაჩვეულებრივი ორკესტრი და ამ ორივე დიდი ჯგუფის, შემოქმედებითი ჯგუფის ვარსკვლავის გახსნა არის მართლა სასიხარულო და ულოცავ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ 10 წლეულების მანძილზე თავისი წილი შექონდა ამ კოლექტივების წარმატებაში. ფაქტია, რომ ეს არის განსაკუთრებული კერა კულტურის თეატრი. ბევრი ევროპული ქვეყანა ვერ დაიტრაბახებს იმას, რომ ამ ხელა ისტორიის მქონე თეატრი აქვს. თუნდაც ევროპის შუაგულში. და ეს გახლავთ ნამდვილად არა მარტო ხონის, არამედ იმერეთის კულტურის ბურჯი, ცენტრი, რომელიც აერთიანებს ხიდად თაობებს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩამოვედი აქ, ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა ყველას ორგანიზატორებს, ქალაქის მერს, ვინც მიიღო ამაში მონაწილეობა. დიდი სიხარული გილოცავთ ყველას და ბევრი ძალიან ბევრი წარმატებები გისურვებთ ყველას. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მინდა მიულოცო თეატრს, მთელ ხონს, მთელ საქართველოს. მე აღფრთოვანებული ვარ, რომ 160 წლის არის ეს თეატრი და სხვათა შორის უკვე მეორედ ვარ პრემიერაზე და ძალიან კარგი სპექტაკლი ვნახე. რეჟისორს მე კარგად ვიცნობ, მე მისი მსახიობი ვარ, ასე ვთქვათ, მაგრამ ისეთი კარგი ნამუშევარი იყო მსახიობების მიერ, უფროსი თაობის მსახიობების და არა მარტო, ახალგაზრდებითაც აღფრთოვანებული ვარ და ძალიან დიდი მადლობა აი ამ სიამოვნებისთვის. მეგატივის სახელით ვლოცავთ თეატრსა და ორკესტრს, იუბილეს და შემოქმედებითად დატვირთულ კიდევ მრავალ წელიწადს ვუსურვებთ.